ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე და გლოუს დამფუძნებელი თბილისის ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა გლოუს დამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და მიიღეს პრაქტიკული რჩევები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. რამდენიმე სტარტაპში მას პირადად აქვს უკვე განხორციელებული ინვესტიცია, ასევე ვენჩურული ფონდი აქვს გაკეთებული, რომლითაც აფინანსებს სტარტაპებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ქართული სტარტაპები შეხვდნენ როგორც ერთის მხრივ წარმატებულ სტარტაპერს, რომელმაც უკვე დიდი კომპანია შექმნა და ასევე ინვესტორს და მხარდაჭერს და რა თქმა უნდა ქართული სტარტაპებისთვის ესეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან ცოდნას გამოცდილებას უზიარებს. მოხარული ვარ, რომ აქ მოსვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომეცა. შევხვდი რამდენიმე სტარტაპ დამფუძნებელს და მოვისმინე ძალიან საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა ნამდვილად სწრაფად იზრდება. იმედი მაქვს, ჩვენი კომპანიის გამოცდილების გაზიარებამ ახალგაზრდებს მისცა კარგი პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, როგორ ააშენონ თავიანთი კომპანიები და როგორ განავითარონ ისინი. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო ჯიტას ორგანიზებით და ჯიტას ხელშეწყობით. ჩვენთვის ძალიან გვეხმარება სტარტაპებს მსგავსი ტიპის გამოცდილების გაზიარების შეხვედრების ორგანიზება და ამისთვის მადლობას უცხადებ და ჩვენთვის საშას გამოცდილება ძალიან საინტერესო იყო, როგორ უნდა შეიქმნას კომპანია და მე გლობალური მასშტაბირება როგორ ხდება.